თიკა ჯამბურიას ვიდეო ვნახე, სადაც ეკითხება წამყვანი რაღაც პოდკასტის, რომ ბარიატრია გაიკეთე თუ არაო და ესეუბნება, რომ არ გამიკეთე. ნუ როგორ პასუხობს ეგ კი სახალისოა, მაგრამ მე კომენტარებს ჩამოვუყევი, მე TikTok-ს ჩამოვუყევი და ძალიან ბევრი ედიტი გაუკეთებიათ ამაზე და დიდი გამოხმაურება მოყვა მის ამ პასუხს. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ეგეთი, რომ ჯერ ერთი არის არაპროფესიონალიზმი ჩემი აზრით, როცა ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვას უსვამ ისე, რომ ეს კითხვა მასთან შეიძლება შეთანხმებული საერთოდ არ გქონდეს და ჩემი აზრით ეს საკითხი რომ ამ კითხვას დასვამდა წამყვანი გადაცემაში თიკასთან არ იყო შეთანხმებული მისი რეაქციიდან და პასუხიდან გამომდინარე. მე მის გამო რომ რაღაც ეს უხერხულობა დაეძლია ჩემი აზრით, თქვა საერთოდ სხვა ოპერაციები რაც გაუკეთებია და აშკარად იგრძნობოდა ამ ინტერვიუში რომ არ გრძნობდა თავს კომფორტულად ამაზე საუბრის დროს. მე ვფიქრობ რომ ადამიანს ცნობილი არ არის ცნობილი თუ ვინ არის არ აქვს მნიშვნელობა. სრული უფლება აქვს, რომ არ უნდა და ეს საკუთარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბარი. ეს არის ძალიან ნორმალური და ეს არის ძალიან პირადული საკითხი, რაზეც ძალიან ბევრი ადამიანი არ ჩორს რომ არ ილაპარაკოს. რატო უნდა დავცინოთ ვიღაცას და რატო უნდა ვაბულინგოთ ვიღაც იმის გამო, რომ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო საკუთარ ხელთან დაკავშირებით და ამაზე მაგალითად შეიძლება საერთოდ არ იყოს მზად რომ საჯაროდ ილაპარაკოს. ანუ ძალიან ნორმალურია ეს. მით უმეტეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც ამ გზას გადის ბარიატრიამდე პერიოდს, ბარიატრიის შემდგომ პერიოდს და ამ შემდეგ, ძალიან ბევრისთვის არ არის ხოლმე ეს სასიამოვნო, არც გასახსენებლად, არც დალაპარაკოთ და ამ შემდეგ ძალიან ინდივიდუალურია. და მარტო ბარიატრია არ არის თქვა, რომ მამოპლასტიკაც მოგაკეთებული და მე მგონი მუცელზეც რაღაც აქვს გაკეთებული. რა აუცილებელია რომ ეს საზოგადოება მიცოდეს. ან თიკა ხო არ არის ეგ ადამიანი, ვინც მოძღვრავს რომ აი ესე დიეტეთ და ან კუჭის ამშლელი ფხვნილით დავიკელე 40 კილო, ან რავი მე არ ვხედავ არანაირ ვალდებულებას მისი მხრიდან, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია საჯარო გახადოს. ხოდა დაანებეს მოკლედ ამ გოგოს თავი შეარგეთ ცხოვრება.